მოგესალმებით, დადგა 4 შაბათი საღამოს 8 ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიტყვი ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახართ უცხოეთში მყოფი ქართველი და პატიმრები განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც რა ვიცი, უღრმესი მადლობა რომ ხართ ისეთი ადამიანები, ვინც გვაძლიერებთ ამ ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ტვირთი და ისეთი ტვირთი, რომ გახედავ შენ აი იმის საშუალებას არ გაძლევს, რომ თქვა რომ რაღაცა გიჭირს, იმიტომ რომ გახედავ ამ ადამიანებს ისე ღირსეულად გადააქვთ გასაჭირი და სულ მინდა ხოლმე ჩვენი ეთერები, იმიტომ არის ხოლმე რაღაცა ის გაჭირვება, ის ტკივილი, რაც ჩვენ ცხოვრებაში იქნება, რომ რაღაცნაირად დაუძლიოთ და ღირსეულად გადავიტანოთ, რა ვიცი რომ იქნება, ტკივილიც ახსავსია ეს ქვეყანა და ბოროტის უცდილობს, რომ ღვთისმშვილს ატკინოს გული და რა ვიცი, უამრავი რაღაცა ყველა დაგვიპირისპიროს და უამრავი ადამიანი შენ წინააღმდეგ წარმართოს და ამისათვის ახლა დღეს მოვიყვანე ჩვენთვის უსაყვარლესი სტუმარი მამა ლუკა სუპატაშვილი, რომელიც რა ვიცი, ძალიან მამა ლუკაზე ქვემოთ კომენტარები რო არის, მაგრამ ეგეთი კომენტარები არც ერთ მოძღვარზე არ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში და დაგლოცეთ მამაო, დიდ მადლობას მოგახსენებთ მამაო მობრძანებისათვის და აი არ ერთმანეთთან დაგლოცოთ, მოგესალმებით ყველას. რო არ გითხრათ არ შემიძლია ის ქვემოთ ესე რაღაც თქვენი ის რო იდო გადაცემა ერთ-ერთი წერდა ადამიანი რომ აიო ეს ადამიანიო რო არ ვნახო სიცოცხლეში ისე როგორ მოკვდებიო და აი როგორ ახარებთ მამაო ადამიანებს, აი ძალიან დიდი მადლობა. ამისათვის თან აი იმისათვის ახლა წეღა რო ვახსენე მამაო პატიმრები ეს ადამიანები ხო როგორ ერთმანეთს ესე უდგანან ხო თავისი ცხოვრებით მამაო როგორ უნდა გავახაროთ ჩვენ ცხოვრებით მეორე ადამიანი და როგორ ეს დარდი და ტკივილი როგორ უნდა გადავატანოთ და როგორ შეუმსუბუქოთ მამაო ერთმანეთს თუ შეიძლება და მადლობა თან მამაო იმისათვის რომ მობძანდით და რომ აი ესე ხალხს რომ ესე უყვარხართ მამაო დიდი მადლობა რა ზოგადად თუ გინდა რომ შენ გაიხარო სხვისგან როდის გიხარია შენ როდესაც ხედავ მისგან სიყვარულს შენს მიმართ ის შეიძლება მოგესალმოს სიყვარულით შეიძლება არც მოგესალმოს მაგრამ შემოგხედოს ისე და შენ უკვე გახარებული ხარ ბევრი არაფერი გინდა ამ გახარებისთვის და ესე იგი მთავარი მაინც ისაა ჩვენში რა ხდება შიგნით გულში იმიტომ რომ შენ რომ გესალმებიან სიტყვებს კი არ აკვირდები განწყობას აკვირდები გულისხმერებას და თუ შენიშნე რომ უყვარხარ თუ შენიშნე რომ ის ადამიანი ასე ვთქვათ არ იტყუება პატიოსანია თაღლითი არ არის მანიპულატორი არ არის შენ ბედნიერი ხარ არ არის აუცილებელი რომ ადამიანმა ვთქვათ რაღაცა გაჩუქოს არ რაღაცა ოქროს მთები დაგიდგას და ასე შემდგომ ეს არც არის საჭირო ამიტომ ჩემი აზრით მთავარი სიკეთე ის არის როდესაც ადამიანს უხარია მაშინ როდესაც ის ხედავს რომ ის უყვართ ამიტომ ბუნებრივი აი უფალი რას ამბობს რომ პირველი მცნება რომელიც უნდა პირველი საკეთებელი თუ რამ უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ ქვეყანაზე ეს არის შეიყვაროს ღმერთი მთელი თავისი სულით, გულით, გონებით და მთელი თავისი შესაძლებლობით ანუ მაქსიმალური შესაძლებლობით და მეორე მცნებაო მსგავსი ამისი არისო შეიყვარეო მოყვასიო როგორც საკუთარი თავიო და აი ახლა ჩვენ ვეხებით ამ მეორე მცნებას რომელიც ქრისტემ მოგცა რომ უნდა შეიყვარო ადამიანიო და თუ ადამიანი მიხვდა რომ შენ ის გიყვარს ის აუცილებლად გაიხარებს მაგრამ უფალი ამბობს რომ მოყვასი შეიყვარეო როგორც საკუთარი თავიო და ახლა უნდა ვკითხოთ ჩვენ თავს მე როგორ მიყვარს ჩემი თავი თუ მე ვთქვათ მიყვარს ისე რომ კაის ჭამ, კაის სვამ, კაის სიამოვნებაში ვამყოფებ მე არ მიყვარს ჩემი თავი და მე ფაქტიურად დასაყუბოთ ვამზადებთ ჩემს თავს. თუ მე მცნებებს არ ვიცავ, მე არ მიყვარს რა თქმა უნდა ჩემი თავი, იმიტომ რომ მე ღმერთი მყავს დაკარგული. მე ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებას გაურბივარ და საცდურებში ვცხოვრობ, როგორც პეტრე მოციქული ამბობს. და არ შეიძლება ადამიანი გაექცეს ჭეშმარიტებას, გაექცეს სიხარულს, მშვიდობას, სიმყუდროვეს, ბედნიერებას და იცხოვროს სიამოვნებაში, ცოდვებში, საცდურებში და ასე შემდგომ. და აი პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლოს ადამიანმა და აი ასე ვთქვათ, ბედნიერი ამყოფოს. და მერეო, აი როგორც შენი თავი გიყვარსო, ისე შეიყვარეო შენი მოყვასიცო. ანუ ადამიანსო შეუწყე ხელი რომ ღმერთამდე მივიდეს, თვითონაც გაიხაროს. იმიტომ რომ თუ ადამიანმა ღმერთი არ იგრძნო, ის ვერ გაიხარებს. რა გაახარებს ადამიანს? ნუ თქვათ ხანდახან შიერს გონია რომ საჭმელს რო შეჭამს ბედნიერი იქნება. ნუ თქვათ უსახკაროს გონია სახში რო უსახკაროს გონია რომ დიდი ფული რო იქნება ბედნიერი იქნება, მაგრამ
თქვათ შეიძლება მშიერმა შეჭამოს საჭმელი, მაგრამ როგორც გურამ დოჩანაშვილი ამბობს, რაბითურიც იყავიო, იგივე რჩებიო, ხვდებიო. რომ ეს არის რაღაცა ტყუილი. და აი ერთადერთი ნამდვილი სიხარული ეს არის, როდესაც შენ ესე იგი ღმერთს შეეხები. და აი უნდა შეეხოს ადამიანი ღმერთს და ჩვენ ქართველები ესეთები ვიყავით. აი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია ძველი ქართველების დალოცვა, რომელიც ჩვენ დღეს დავიწყებული გქონდა, მაგრამ პატრიარქმა შეგვახსენა, პატრიარქს კი ფერეიდნელებმა გადმოსცეს ეს დალოცვის ფორმა. იხარე ორსავ სოფელსა შინა. ესე იგი მთავარი ღირებულება ძველი ქართველისთვის იყო იხარე, გაიხარე. მაგრამ დღესაც ხდება ეს ფორმები, რომ გაიხარე, მაგალითად უსურვებ ადამიანს, მაგრამ აი ორსავ სოფელსა რომ გაიხარო, ამას აღარ უსურვებთ ხოლმე. მარტო ამ ქვეყნიურ გახარებას უსურვებთ და ეგეც უკვე საკითხავია, რას გულისხმობთ ამ ქვეყნიურ გახარებაში. იმიტომ რომ ცოდვის მოყარესო, საცთურის მოსვლაო, სიხარულად მიაჩნიაო. ჭამის მოყარესო, დღესასწაულე იონე კიბის აღწერელი ამბობს, რომ გემოთ მოყარესო, დღესასწაულები მიაჩნიაო ყველაზე დიდ ბედნიერებათო. ნუ დღესასწაულე როცა დიდი სუფრები იშლება და ასე შემდგომ. მაგრამ ეს არის ყალბი, ეს არის ეს კერპია, რომელიც უნდა დაირღვეს, რომელიც ჩვენ სიხარულს ვერასდროს ვერ გამოიწვევს. ან დროებით ემოციურ გაცდებს გამოიწვევს. მე თუ არ მიხარია გულში, ვერაფრით ვერ გაგახარებ შენ. როგორ გაგახარებ? იმიტომ რომ მე რასაც ვატარებ ჩემს თავში, იმას გადმოგცემ. მაგალითად სიტყვას რო გეტყვი, რომ მოგესალმები, ან რო დამინახავ, ხო, იმ წამსვე გადმოდის ჩემი ენერგეტიკას თანამედროვით რო თქვა, ჩემ ბიოველს გრძნობ ადამიანი და არცლაც ეგრეა. თუ ჩემ გულში გამარჯვება, მაშინ სიხარულია ჩემგან იფრქვევა სიხარული. თუ ჩემ გულში დამარცხება, ჩემგან იფრქვევა რაღაცა უარყოფითი. და ამიტომ აი ჩვენ რომ გავიხაროთ პირადად, მე სხვასაც გავახარებთ. აი წმინდა სერაფიმე სარაველიც ხო ამბობს, შენო ცხონდიო და შენ ზირგული 1000-ებს აცხონებო. ესე იგი, აცხონებ შენ კი არა მე, ის ენერგია აცხონებს, რომელიც უკვე შენშია. ამიტომ როგორც უფალი ასე საოცრად ამბობს, ჯერო ესე იგი, შეიყვარეო მოყვასიო. ოღონდ როგორც საკუთარი თავიო. და ესე იგი, ჯერ საკუთარი თავის სიყვარული უნდა ისწავლოს ადამიანმა, რას ქვია. ანუ მოკლედ რო ვთქვათ, ბოროტებისგან უნდა გამოიტაცო შენი თავი და სიკეთეში დაამკვიდრო და აი ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული საკუთარი თავისა. და თუ შენი თავი არ გიყვარს, ვერაფრით ვერ შეიყვარებს სხვას. თუ შენი თავისთვის სიკეთე არ მოგაქვს, სხვას როგორ მოუტან სიკეთეს. ამიტომ რამდენიც არ უნდა ვიაროთ, მაინც მივდივართ სულიერებასთან, მაინც უფალთან მივდივართ, იმიტომ რომ უფალია ანი და ხოე, ალფა და ომეგა, ყველაფრისა ამ ქვეყანაზე და ესე იგი, როგორც კი ადამიანი სიკეთისკენ სულას დააპირებს, ღმერთის გარეშე ამას ვერ შეძლებს. ქრისტეს გარეშე ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ქრისტემ ყველანაირი გზები გაკაფა და გვასწავლა, როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და რამხელა ენერგიის ასე ვთქვათ, შეუძლია ადამიანს გამოცემა, ხელა დადებითი ენერგიის გამოცემა შეუძლია მას. ამიტომ ყველა რო იყოს თავის თავში გამარჯვებული და თავისი თავი რო უყვარდეს ქრისტემ რა გაგებაც ჩადო ამ სიტყვაში, მაშინ ამ ქვეყანაზე როგორ ვთქვათ, აი ბოროტება არ იარსებებს, უბედურება არ იარსებებს, პრობლემა არ იარსებებს და ღმერთმა ხო 60-ით შექმნა ეს ქვეყანა და არა ვთქვათ ჯოჯოხეთად. მაგრამ აი ნუ დღეს ისეთი სიტუაცია, ნუ კაცობრიობის ისტორიაში დღეს კი არა სულაცია, ცოდვიდათ ძაცემის შემდგომ იყო აბელი, იყო კაენი. იყო სიკეთე, იყო ბოროტება, იყო სიკეთე, იყო სიკეთეს მოცილებულობა, იყო 60, იყო ჯოჯოხეთი. დღესაც ესია, ზოგი ადამიანი, ასე ვთქვათ, სიკეთეში შეიძლება ცხოვრობდეს, ზოგი საცთურში შეიძლება ცხოვრობდეს. ამიტომ ღმერთი შეგვეწიოს, ჩვენ უძველესი ერი ვართ და ყველა ეპოქაში გვინახავს გამოსავალი და ეხლაც უნდა ვნახოთ გამოსავალი. იმიტომ რომ აი ეს
ნებისმიერ პრობლემას აქვს თავისი სათავე და თავისი წარმოშობის მიზეზი. ხო, აუცილებლად. ხო, და აი ეს იმას უნდა მივაგნოთ. ხო. იმიტომ რომ მაგალითად თუ ჩემში რაღაცა პრობლემა არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ვიღაცის ბრალი. გნებავთ დემონის ბრალი, ეს არ არის. ეს არის ჩემი ბრალი. მაგალითად მე ზამთარში თუ კარებს ფანჯარას ღიას დავტოვებ და სიცივე იქნება სახში, რა ქნას ახლა ამას მე დემონს ხო ვერ დავაბრალებ. ან ვიღაცა მეზობელს, ან ვიღაცა ისე რა ქვია, ვიღაცა ადამიანს ზოგადად. აი მამო, მაგარი სხვათა შორის კაი თემას მიადექით და თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით გითხავთ, რომ არის ხოლმე ხშირად, რომ სიტყვაზე ჩვენ ამ ხაფანგს წამოვეგებით ხოლმე. რა თქმა უნდა, დემონის ხაფანგია, მაგრამ მე დავტოვე ის ღია და ანუ ჩვენი თავის დანაშაულება ძალიან გვიჭირს ჩვენ. ამ დროს რომ დავიდანაშაულოთ თავი, ეს ყველაფერი გაგუსტის მამო. აი როგორ გავიზარდოთ ამ ხრივ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანის რა არის? იცით, სულ სხვისკენ ხელის გაშვერა. ეს დემონიც რო არ იყოს ალბათ ვიღაცა სხვა შექმნით, შენ შექმნიდი და იტყოდი აი ეს არა, სულ შემთხვევაში დემონი დამნაშავე არ არის. ხო, დემონი არის, დემონის ვალი არის. მისი სამსახურია შენ გაცდუნოს. თავარია შენ არ შეცდე და ფხიზლად როგორ უნდა იყო და როცა შეცდები, შენ როგორ დაიდო აი ეს ტვირთად და არა ის დააბრალო რომ იქა დემონმა ბეჟანამ დამიშავა, იმან დამიშავა. არა, აი შენ როდის ხარ დამნაშავე. თუ შეიძლება მამო როგორ ვიყოთ დამნაშავე, იმიტომ რომ აი ნებისმიერ ამბავში ადამიანი შენ თვითონ ხარ დამნაშავე თუ რამე შენს თავს მოვიდა, ხო? განსაცდელი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ჩვენ თავს დავაბრალებთ, ჩვენ გავიზდებით და თან კიდე უფრო მეტად არ გაგვიჭირდება ამის გადატანა, მამო. მიხვდით, ეხა სად მამო, მაგალითად რაღაცა რო დამიშავდება, ვამბობ რომ მე დამნაშავე ვარ, ხო? უფრო ადვილია, ვიდრე ეხა ბოროტი როგორ გაწვალებს, რომ მე არ ვარ დამნაშავე და დამიშავდა და მე ვფიქრო, აი ესე უდანაშაულს როგორ მომივიდა რაღაცა და უფრო ცუდ ღვთისგმობაში გადადიხარ მე და ბოროტდები ადამიანი. თავიდანვე უნდა დავიწყოთ ჩვენ რომც არ იყო ჩვენი დანაშაული, ვთქვათ რომ მე გამომეპარა და ჩემი ბრალია. თუ შეიძლება როგორ დავიწყოთ მამაო ჩვენ თავზე დაბრალება იმ ირგვლივ ცუდი გარემოცვის თუ რაც არ უნდა იყოს ჩვენს ირგვლივ რაც ხდება. არა, მაგდროს კითხვა უნდა დასვა, რომ რა მოხდა, მე რა შეცდომა მომივიდა და უნდა განიკითხოს თავისი თავი და ეს უნარი ღმერთმა ჩადო ადამიანს, ჩვენ არაფერი განსაკუთრებული მოძიება არ გვჭირდება, ეს ღმერთმა ჩადო ჩვენში. ხო, მაგრამ ჩვენ ხო მაგალითად ხო, რაღაცა რო ხდება ჩემს ირგვლივ, ხო, ვთქვათ, აი რაღაცა ხმაური გაისმა ჩემგან მარჯვნივ, მე აქეთ ვიყურები. მე გავიხედები იქეთ და მაქს თვალები, მაქს სმენა და აღვიქვამ სიტუაციას, რა მოხდა და მაგრამ როდესაც მე პრობლემა შემემთხვა, მე მაქს უნარი განკითხვისა, ჩემს გონებას აქვს საოცარი უნარი განკითხვისა, რომ თუ მე ყურადღებას მივაქცევ ჩემს პრობლემებს, აი როგორც თვალს შეუძლია პრობლემა დაინახოს, სმენას შეუძლია და რაღაცა პრობლემა დაინახოს, ასე შეუძლია განკითხვას. ის აღმოაჩენს და ეს უნარი, განკითხვის უნარი თვითონ ღმერთმა მისცა ადამიანში ჩადო, რომ ესე იგი არანაირი ბოროტება მას არ გამოეპაროს, მაგრამ აი განკითხვის უნარს ძირითადად ადამიანი იყენებს სხვის მიმართ. სხვისი ნაკლი რო დაინახოს, სხვა რომ შეამჩნიოს, ну, თქვათ ახლა ჩემს ადამი ცოდვით რო დაეცა, ღმერთმა კითხა, რომ რატომ ჩაიდინეო ეს ცოდვა, რაც მე გითხარი რომ არ უნდა გაგიკეთებიაო. და შე რო ხალი მომიყვანო, იმან შემაცდინავ, თორე მე ამას კი არ მომივიდა და ხალს რო კითხა, გველმა შემაცდინაო, ანუ მე კი არ შევწდიო, გველმა შემაცდინაო. და მე მოხდა, ну, ეს დაიწყებლდეს, საკუთარი თავი დაიწყებლდეს. ну, წყევლას რო შევეხოთ, წყევლა ეს არ არის, რომ ვიღაცა ღმერთი დადგა და დაწყევლა ესენი. ადამიანი თვითონ იწყევლის თავის დავზა წყევლა ზოგადად ნიშნავს ღმერთისაგან მოცილებულობას. ანუ აი ასეთნაირად მოცილდნენ ღმერთს და ეს ცოდვათა უმაღლესი ცოდვათაგანია, ამას ამპარტავნება ქვია. რომ აი მაგალითად რაღაცა მოხდა, პრობლემა მოხდა და თქვათ სინდისმა რო გკითხოს, ანუ ღმერთმა რო გკითხოს, რისი ბრალია ნეტა ეს? რისია და აი შე რო ხალი მომიყვანე იმის ბრალია, ან იმის ბრალია, ცხოველის ბრალია, ან ეშმაკის ბრალია, ან იმან მომატყუა, ან ამან მომატყუა. ძალიან ესეთი ისტორია
ახალი მონათლული ვიყავი, რომ გავიგე ათონური ისტორია ესეთი და ძალიან ხალისობ ამ ისტორიით. მოკლედ მარხვა არის და ბერ ესე იგი გაუჭირდა მარხვა ერთ-ერთ ბერს და კვერცხი იშოვა რაღაცნაირად და კელკელიაში ისა რა ქვია ვერც მოხარშავ ვერაფერი და სანთელზე კოვზე დადო და სანთელზე დაადო ესე და რა ქვია კოვზე ხურდება და კვერცხი ავიცი ალბათ იწვება თუ იხარშება შიგნით და ამ დროს მოუსწრო მისმა მეგობარმა ანუ ძმამ და რა შვებიო ძმაო ვერ გაიგო ფაქტია რომ კვერცხია და ჭამას აპირებს და რა შვებიო ხო მარხვა ეშმაკი მაცდონებსო და ესე იგი ახურებს და ეშმაკი მაცდონებს ეშმაკი როი ამ დროს ეშმაკი ეცხადება რაღაცნაირად ესე ხდება და ასეთი რამე ცხოვრებაში არ მე ვერ მოვიფიქრებდიო და წმინდა იოანე კიბისახსრელს აქვს თუ ადამიანმა ცოდვები შეიყვარაო ხო ის თვითონ გახდება თავის დემონიო თავის დემონი ანუ დემონი ზოგადად ნიშნავს ცრუ ღმერთს ანუ პირველ ადგილზე რასაც აყენებ ის არის ან ღმერთი ან ცრუ ღმერთი ან შეიძლება დემონს იგივე კერპი დაარქვა მაგრამ აი ღმერთის ადგილას არავის დაყენება არ შეიძლება მით უმეტეს საკუთარი თავის მაგრამ თუ ადამიანმა თავისი თავი პირველ ადგილზე დააყენა თავის ცხოვრებაში მაშინ ის ვერ იტყვის რომ ღმერთი მიყვარს, მაშინ ვერ ის რომ სამშობლო მიყვარს, ვერ იტყვის რომ ადამიანი მიყვარს, მოყვასი მიყვარს, ოჯახი მიყვარს, ან საერთოდ ვინმე მიყვარს. ვინც და რაც გიყენია პირველ ადგილას, აი იმის მოყვარე ხარ შენ. აი მაგალითად 100,000 მოწამე ვინ იყვნენ? ვინც თურმე თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ ღმერთი. ამიტომ არიან ისინი ესე იგი წმინდანები. ესე იგი ისინი თეორიულად კი არ მსჯელობდნენ რომ მე ღმერთი მიყვარს. იმათო პრაქტიკულად დაამტკიცეს ეს რომ თავის სიცოცხლეზე მეტად უყვარდათ თურმე ღმერთი. და აი ეხლა მოწამეობა მოუწიათ, ანუ დაღუპვა მოუწიათ, თავის კვეთა მოუწიათ 100,000 მოწამეს, მაგრამ ისინი ხო ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში. ისინი ხო ცხოვრობდნენ ამ ქალაქში. აი ხა წარმოიდგინეთ ეს წმინდა ადამიანები, როგორი ურთიერთობები ექნებოდათ მათ ერთმანეთთან. აი ეს ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩვენ არანაირი ცნობები არ აქვს, მაგრამ ზოგადად ვიცით რომ ეს ოქროს ხანა იყო და ჩვენ მაქსიმუმი შევძელით ყველაფერში. ფილოსოფიაში, მწერლობაში, პოეზიაში, ეკონომიკაში, მიწათმოქმედებაში, მშენებლობაში, ტაძართმშენებლობაში, ზოგადად დაიხვეწა და ჩამოყალიბდა სამოსები, სიმღერები, კულტურა უმაღლეს დონეზე ავიდა, სამხედრო ძლიერება უმაღლეს დონეზე ავიდა და ეს ვინ შექმნა? ეს ამ ადამიანებმა გააკეთეს. ვისაც თავის თავზე მეტად ღმერთი უყვარს და სამშობლო რა თქმა უნდა და იგივეა დღესაც თუ შენ თავზე მეტად არ შეიყვარე ღმერთი სამშობლო მაშინ შენ კულტურას ვერ შექმნი და შენი კულტურა იქნება ლუარსაბთათქარიძეობა ჭამა სმა და შენი ესე იგი ინტერესის სფერო იქნება სწორედ ეს აბა დღეს რა ვჭამოთ აბა დღეს რითი გავერთოთ აბა დღეს რა გავაკეთოთ და ასე შემდგომ და ასეთ ადამიანს არაფრით არ ექნება სიხარული. აი ღვთის მოყარეს, კი ეს დიდი სიხარული ექნება. იხარებს ღმერთის მეძიებელი ადამიანის გული, ამბობს დავით მეფსალმუნე ერთ-ერთ ფსალმუნში. და აი გულის სიხარული უნდა მოვიპოვო მე. და მე თუ გულში სიხარული მექნა, მე აი ქუჩაში რო გაივლის გახარებული ადამიანი ის ხვანაირია. მე მაგალითად ბავშვობაში მყავდა რამდენიმე ასეთი შერჩეული ადამიანი დიდ ეზოში ცხოვრობდით და იქ ხო დიდ ეზოში დიდი ბევრი ადამიანები არიან, მაგრამ მყავდა ორი ადამიანი ისეთი, ისინი რო გაივლიდნენ, ესე იგი მე ვჩერდებოდი თამაშ ვაჩერებდი და უყურებდი ამას. აი მიხარო და ამათი ყურება. დიდი ხარ. ვერ აგიხსნიდი რატომ მიხაროდა, მაგრამ გულს უხაროდა. მადლი მოგქონდა. და ისინიც რო შემნიშნავდნენ აი როგორც თანასწორს 6, 7, 8, 10 წლის ბავშვი როგორც თანასწორს ისე მომესალმებოდნენ. აუ და რა მაგარია ვერ გძნობ მამა. და სიხარულით კი. ხო, აი ეს თამდაბლობა, აი ეს სიხარული მე გადმომეცემოდა და მე ახლა ამას არც ქადაგება ჭირდებოდა მისი მხრიდან არაფერი რომ მე შენ მიყვარხარ და იმას მე უყვარდი. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლები ვიყავით, მეტი კი არაფერი, მაგრამ ძვირფასი ვიყავი მისთვის და ჩემთვის მე უკვე ძვირფასი გახდა.
ზუსტად. აი ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ წარმართა შორისო კეთილი სულა გქონდეთო, კეთილი სულაო. ხო, სამაგალითონი. შენ როცა აფრქვევს სიგეთეს, ის ეგ სიგეთე ყველას ესმის. ყველას ესმის. ეს ისეთი ენა, ეს ესმის პირუტყვსაც, ძაღლსაც, ღორსაც და ცხენსაც და ძროხასაც. უკაცრავად, მაგრამ ასე. ხო, კი, ეგრეა, რა თქმა უნდა. ხო და ადამიანს მით უმეტეს. ამიტომ თუ ქრისტესი ხარ, აი ამ სიხარულს უნდა ატარებდე და ეს ვალდებული ხარ რომ შენ ატარო. მაგრამ თუ შენში სიხარული არ არის, ეს უკვე პრობლემაა. და ამაში ეშმაკი არ უნდა დაადანაშაულო, ნამდვილად არ არის ამაში დამნაშავე ეშმაკი. სხვა საკითხი რომ საცტურებს და ორმოებს თხრის, მაგრამ ახლა მანქანით რომ მივდივართ და ორმოს შევნიშნავთ, რას ვაკეთებთ? ვარდებით ამ ორმოში, არა, გვერდს აუქცევთ ხოლმე. და ესეთნაირად აი რაღაცნაირად ესია და ცხოვრებაშიც უნდა გავცდეთ ყველანაირ საცტურს და ჭეშმარიტებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელიც და გაიხარებს ღმერთის მეძიებელი ადამიანის გული. ესე იგი, წინასწარმეტყველი იმას კი არ ამბობს, რომ გაიხარებს წმინდა ადამიანის გული. წმინდანი ისედაც სიხარულით სავსეა უკვე, მაგრამ იხარებს ღმერთის მეძიებელი ადამიანის გული. ესე იგი, თქვა ცოდვებში ხარ, ხო, ჩავარდნილი, მაგრამ შენმა გულმა დაიწყო ღმერთის ძებნა. ქართულად რო ვთქვათ, მთელი გულით გადაწყვიტე, რომ ღმერთი მოიძიო ჭეშმარიტება და იცხოვრო ჭეშმარიტება. შენ დაგეწყება სიხარული. დაგეწყება აუცილებლად და სხვანაირი იქნები. და ასეთ ადამიანს ძველად ქართველი მადლიან ადამიანს ეძახა. მადლიანი ადამიანი, მადლის მფლობელი ადამიანი. და როცა ადამიანში მადლი შემოდის, ის პირველ რიგში გაიხარებს. პირველ რიგში, მერე მშვიდობა ექნება. ყველანაირი სიკეთე. დღეს აი ძალიან დიდი ბოდიშს მავა, ეხ პატიმრებზე რაღაცა ლაპარაკობ ისეც უიხსენიებ ხოლმე. ხო აი პატიმრებში ხოლმე ხან-ხან შეგხვდება, ეხლა იმ დღეს აი რუსთავის აპყრობილეში მამა მე-17-ში ისა რა ქვია ერთ-ერთი პატიმარი იყო რომელიც ყველას უყვარს რა ეს ლევან ხიდაშელი და დავაკვირდი გვერდიდან უყურებ რა ამ ადამიანს რატო უყვარს ყველაზე ზრუნავს მამა არ გამოირჩევა არავის აი ესეთი რო ხარ აი ლიდერისთვისებები ეგ არის რომ სხვაზე მზრუნველი ხარ აი როგორც შენი პატრიარქის მამები ხარ რომლებიც თქვენ მობრძანდებით მამა მე გარდა იმისა რომ აქ ხედავთ ხოლმე იმის იქით კიდე გაკვირდებით ხოლმე და ხალხის რეაქცია ვიცი ხა მამა ალექსანდრე ბოლქვაძე აი მე არ ვიცი აი რო ხედავთ ხოლმე დედას გებცები და წეღან მოწყენილი ვიყავ სანა მოხვიდოთ რომ მოხვედით მამა ისე გავივსე რომ აი საერთოდ მეგონა რაღაც დავფრინავი თავი და ეს აჟიტირება და რაღაცა თავი ის იყო ისო თქვენ გნახეთ მამა აი ეს რო დაგაქვს ხო ეს იმას ნიშნავს რომ სხვის გასახარად გაგაჩინა ღმერთმა და სხვათა შორის მამა მარტო თქვენზე კი არა რახანს ხვდელი ხარ და ღვთისმადლი გაქვთ კი არა ყველა ეგრე შეუულია იყოს მამაო შეიძლება სადღაც პროფილაქტიკაში მუშაობდე და სხვა სახარებდე მამაო ხო არის ეგრე ხო ანუ აუცილებელი არ არის მაიზამაის რაღაცა დეკანოზი იყო ან პატრიარქი იყო ხო ეგრე პატიმარი არის რა ვიცი მაგის გულს ვენაცვალე ხალხი არიან ესეთები ხო არა ადამიანი კი არა სახში პატარა ლეკვი ყავს და ის რო დამინახავს რა არ ვიცი რა აი ესე როგორ ვიყოთ მამაო და ჩვენ ხო ერთმანეთის გასახარად გავჩდით ხო პირუტყვს აქვს ეს სიყვარულის უნარი და ადამიანი ლეკვები ისე დავიცი ცნობილია უკვე ჩვენთვის ეგეთ. ხო არა საოცრებები არიან. აი ესე თავზე მახტები ახლა სამწუხაროდ ერთ-ერთი დაგვეკარგა და რა ვიცი გული წაიღო როგორც იტყვიან. ხო. რა ცუდია. და მამაო თუ შეიძლება მამაო აი ესე როგორ ვიქცეთ რა აი როგორ უნდა ეხა ყველას აი ვინც ეხა დარწმუნებული არ ვინც ცუდს ჩადის ხო? იმას ვერ გაუთავისებია ეშმაკმა დააჯერა რომ მას კარგის გაკეთება არ შეუძლია. თორე კარგის გაკეთება თუ მოინდომა ეს შეიძლება აი მარტო იყოს შენ ოთახში არავინ არ ნახო მაგრამ სიკეთე აფქვიო სიტყვაზე ან შენი ლოცვით ან შენი რაღაც აი თუ შეიძლება მამაო აი როგორ შეიძლება აუხსნათ იმ ადამიანს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოტყუებულია ბოროტისაგან მამაო და აქვთ ის მომენტი რომ აი ჩემგან მაინც არაფერი არ შედგა იმას უმართლეს მე არ უმართლეს რატო ჟედალოცილო პატიმარი არის კაცი და ანგელოზევით არის სიტყვაზე შენ ამხელა საშუალებად გაქვს, გარეთ გაქვს, ხო მეტი შეგიძლია გააკეთო. ხარ ხო სიტყვაზე. აი თუ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს საპყრობილე და რო ადამიანი კეთილია და ანგელოზევით იქცევა. გარეთ მამაო, ხო წარმოგიდგენი, ამდენად მეტი საშუალება გაქვს რომ გააკეთო სიკეთე და ამდენად მეტი ადამიანის გახარება შეგიძლია, ხო? გარეთ მეტი საცტურიც არის. საცტურიც არის მამაო, მაგრამ იქაც მამაო 1000 პრობლემა. მეტი თავისუფლებაც არის, მაგრამ მეტი საცტურიც არის. მაგრამ შეგიძლია რომ პირიქით ეს გამოიყენო სასიკეთოდ, ხო? დიახ. შენი დანიშნულებაც არის რომ ეს ესე გააკეთო. რომ შენ არაფერმა არ გაცდუნოს, იმიტომ რომ
წტუნდები იმ შემთხვევაში თუ ის საცტური სიყვარულია შენში რაღაცნაირად, ხო? თუ არ გიყვარს რაღაცა და არ გინდა რაღაცა, რაც არ უნდა საცტური იყოს, მაინც არ მიიღებ იმას და მაინც შენთვის მიუღებელი იქნება. ადამიანი მარტო იმით ტყუდება, რაც უყვარს, თორე რაც არ უყვარს, ბოროტის სულიც ესეა, ადამიანს, ნებისმიერ ადამიანს უფალი ხო ამბობს, რომ ღვთის მოყვარეს და ეკლესიას ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან, ბჭენი, ანუ საბჭო. ანუ რაღაცა ეს ჯოჯოხეთის ასეთი ტვინები იკრიბებიან, რომ რომელიმე ადამიანი როგორ დასცენ სხვადასხვა ცოდვით, მაგრამ მისთვის საცტური რა არის, რაც მისთვის საყვარელი თვისებებია, იმნაირი საცტურებიც მოზდის ხოლმე. ამიტომ ბუნებრივია, რომ ადამიანმა დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. საერთოდ ეს ასკეტური ცხოვრება, ეს განსაკუთრებული მომენტია ქრისტიანის და კაცობრიობის ისტორიაში. ასკეტი უნდა იყოს ადამიანი, ასკეტი, ასკეტი სიტყვა მოდის ბერძნული სიტყვისგან და ასკეოზნა არის, რომ მე რაღაცას ვაკეთებ, მაგალითად თიხისგან რომ ჭურჭელს ვაკეთებ. აი, ესე იგი ასკეტი ადამიანიც თავისგან ფორმა გამოყავს და ქართული სიტყვაცა აყალიბებს თავის თავს, აყალიბებს. ჩამოყალიბებს. შენ ჩამოაყალიბო შენი თავი. ესე არა, როგორც გინდა ის მოიქცე, რაც გინდა ის თქვა, როგორც გინდა ის. არა, შენ უნდა ჩამოაყალიბო. გაითვალისწინო. ანდა კიდე საოცარი ქართული სიტყვა, რომელსაც სამწუხაროდ არ ხმარობთ, დახვეწილი ადამიანი, დახვეწა რა არის? ხვეწა ნიშნავს ზოგადად, მაგალითად, თუ რაღაცა ფიცერის ხის ნაჭერი მაქვს, რომ მე მას ყველაფერი ზედმეტი მოვაშორო, რომ კარგი დეტალი მივიღო რაღაცა ნივთისთვის და ხვეწ მას, ანუ ვაცლი ყველაფერს. ვაცლი მაგალითად ტოტებს, ვაცლი მაგალითად კანს, სადაც შეიძლება მერე მატლი გაჩნდეს, ჭია გაჩნდეს და დალპეს ეს ხის. ხვეწ რომ ის მერე იყოს ძალიან საღი და აი ქართველმა გადმოიტანა ადამიანზეც. დახვეწილი ადამიანი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ კი არ გამაშალაშინა. მე თვითონ დავხვეწე ჩემი თავი და მე აი ესე იგი ადამიანი ქართველი როცა ამბობდა ეს არის დახვეწილი ადამიანი, ნიშნავს რომ მას დახვეწილი ყავს თავისი თავი. ანუ ყველაფერი ზედმეტი მოაშორა თავის თავს. ეხლა ეს ისეთი თემებია, ადამიანმა თვითონ უნდა იფიქროს თავის თავზე, როგორც უფალმა თქვა, შეიყვარეო შენი თავი. და მოყვასი კიდე როგორც შენი თავი ისე შეიყვარეო და ჯერ უნდა ერთ-ერთი წმინდანია ამას არ მახსოვს რომ უფალი რო გვაძლევსო ამ გაკვეთილსო შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა საკუთარი თავიო ეს არის პირველ კლასში როცა ხარო უნდა ისწავლო როგორ შეიყვარო შენი თავიო და რო ისწავლიო მერე უნდა ისწავლო სხვისი შეყვარებაო და აი ქართულად რო ვთქვა აუცილებლად დახვეწილი უნდა იყო შენ თვითონ უფალი ამბობს, ყველა სულმა იცის თავისი თავის შესახებ. მე ვიცი, მე პირადად ვიცი რა ცუდი თვისებები მაქვს მე. აი დღეს ეს ვიცოდი მე 10 წლის წინ, 20 წლის წინ და 91-ში როცა მოვინათლე, მაშინ აი როგორც სარკეში ჩაიხედები, ასე ვიცი ჩემი ცუდი თვისებები, რა მაქვს მოსაშორებელი, რა მაქვს დასახვეწი. ეს მე ვიცი. ამიტომ ეს არის ჩემი შინაგანი ცხოვრება, ეს არის ჩემი სულიერი ცხოვრება. მე რო ჩემს თავში გავიმარჯვებ, ამის მერე შეიძლება მე სიკეთე მქონდეს და სიკეთე მივიღო, როდესაც მოვიშორებ ყველაფერს. მაგალითად ხეს რო კანი არ მოაშორო, როგორც დურგლებმა იციან და მასწავლეს, იქ მერე ჩნდება ჭია, მატლი რომელიც მე იწევს ჭამას და მარტო ცეცხლისთვის გამოსადეგს გახდის ამ ძვირფას ხის ნაჭერს. ამიტომ აშორებენ იმას და საფუძველშივე კლავენ შანსს, რომ იქ მატლი და ჭია გაჩნდეს. აი ადამიანსაც ესე უნდა კონდეს. მე არ უნდა მქონდეს მაგალითად დამპალი გული, თქვათ, ჭიანი გული და ასე შემდგომ. ეს ჩემს გულში არ უნდა ხდებოდეს რაღაცა ბოროტებები. თუ ხდება, ეს ჩემი პრობლემაა. და ამიტომ მე ამას ყველაფერს უნდა მივაქციო ყურადღება. უფალიც ხო ამბობს, რომ გულიდან გამოვლენო სიძვანი, პარვანი, ამპარტავნებანი, კაცის კვლანი, ანგარებანი, ყველანაირი ბოროტება გამოდის გულიდან, მაგრამ ყველანაირი სიკეთეც გამოდის გულიდან.
ესე იგი მთავარი ყოფილა ჩემს გულში რა ხდება. შენ რომელსაც კარს გავუყურებ. ამიტომ ადამიანი, ესე იგი, უნდა დააკვირდეს იმას კი არა, მის ირგვლივ რა ხდება. მის გულში რა ხდება, ამას უნდა დააკვირდეს. და ქართველებს გქონდა ეს ძველად გამოთქმა, რომ ჩაიხედე შენს გულში და მიხვდები ყველაფერს. ამას მაგალითად მე ბავშვობიდან მახსოვს ერთი პედაგოგი ხშირად ამბობდა ამას. როდესაც ვიტყუებოდით ბავშვები რაღაცაზე, მოგვიწოდებდა რომ ჩაიხედეთ თქვენს გულში, ახლა რამდენად სისწორეს ამბობთ და ასე და მე ეს მიკვირდა, მე დედაჩემს თხოვე განემარტა და განვიმარტეს და მივხვდი რაც არის. და ეს მართლაც ესეა, გამოსავალი ყოველთვის არის იმაში, რომ ჩავიხედოთ ჩვენს გულში და ვიპოვოთ პრობლემის სათავე. თუ შეიძლება ერთ კითხვას და მოყვასი ძალიან ხშირად ახსენეთ და ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს და საერთოდ ადამიანის პრობლემა, რომ ვინ არის მოყვასი ჩვენი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ყველას როგორც მოყვასად ვერ აღიქვა, იმიტომ რომ ვიღაცა ცუდი ადამიანია, ვიღაცა ისეთი კარგი ვერ გაგიკეთა, ვიღაცა და საბოლოოდ ეს ყველაფერი გიშავებს შენ. იმდენ რაღაცას, რომ აი სიტყვაზე შეიძლება იყო იქიმი და ვიღაცა მიიჩნიო სიტყვაზე შენთვის მტრად და ისე არ უმკურნალო როგორც შენიანს და საბოლოოდ ამ ბოროტდები შენ და ცუდი გამოდის შენ. მოყვასი ვინ არის მამაო, თუ შეიძლება ავხსნათ და თუ შეიძლება რომ ყველა რატო არის ჩვენი მოყვასი ეს უთხრათ მსმენელს მამაო, იმიტომ რომ პრობლემა აქვს ხალხს, იმიტომ რომ მოყვასი რატო არის ჩემთვის სიკეთე არ გავუკეთებია, ცუდი გამიკეთა. არა, აი თუ შეიძლება მამაო, აი ეს როგორ მივიღოთ ყველა მოყვასათ, იმიტომ რომ ჩვენ პრობლემა რა გვაქვს, იცი, მარტო ჩვენთვის ძალიან კარგი ვისაც უნდა ის ადამიანი არის ჩვენთვის მოყვასი ვთვლით და მარტო იმას გავუკეთებთ, აი მაგალითად, მაგრამ შერი რომ მოგადგება ეხლა ვინც არ მიგაჩნია მოყვასად, იმას არ აჭმევ და შენ გამოდიხარ ბოროტი, ხო ამ შემთხვევაში. თუ შეიძლება რატო უნდა იყოს ყველა ჩვენი მოყვასი, თუ შეიძლება და ვინ არის ჩვენი მოყვასი, ძალიან საინტერესო კიდე ბოლო 15-20 წუთია და თუ შეიძლება ძალიან მაინტერესებს ამაზე რომ ესე ხალხს უთხრათ რა თუ შეიძლება იმიტომ რომ აი ეს შეგნება არის ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზე მამაო და ამ ეს ქმნის ძალიან დიდ პრობლემას აი ეს განხეთქილებები ეს დაპირისპირებები ისინი აქედან არის მამაო ყველაფერი რომ აი ჩვენ ვერ ვიცანით ერთმანეთს აი ამ ცოტა ერმა და ამიტომ აი რომ გაშავებულია უკვე ერი შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შემოვიდნენ და ცოტა ხანში ღმერთმა არქნა შეიძლება ჩვენ დავიცალოთ, დაიცალოს ჩვენგან და იმათმა შეავსონ. აქაურობა პაკისტანელებმა, ინდოელებმა, თურქებმა და ასე შემდეგ და ძალიან დიდი პრობლემა. ეხლა შეიძლება ცოტა ირონიულად ჟღერდეს ეს, მაგრამ ერთ 10 და 15 წელში ძალიან სავალალო პრობლემა იქნება ეს და თუ შეიძლება მამა, ვინ არის მოყვას ჩვენ იმიტომ რომ ერთმანეთი ავიტანოთ მამა. ჩვენ უბრალოდ კულტურულები უნდა ვიყოთ. დიახ. ჩვენ კულტურულიერი ვართ ზოგადად. კულტურულობა ნიშნავს ზოგადად ფრანგული სიტყვიდან მოდის და კულტივაციას ნიშნავს. კულტივაცია კიდე მიწის დამუშავებას და სარეველის მოსპობას და კეთილი თესლისთვის ნიადაგის მომზადებას ნიშნავს. კულტივაცია და მერე კეთილი რო ამოვა თესლი იმის მოფრთხილებას და კულტურულობაც აქედან მოდის. კულტურაც ამას ნიშნავს. ეს კი ზოგი ადამიანი თავის გულში სარეველებს სპობს, სიკეთისთვის ნიადაგს ამზადებს და სიკეთეს ზრდის თავის თავში და ასეთ ადამიანს სხვანაირად და ნამდვილი მნიშვნელობით კულტურული ადამიანი ქვია. აი ჩვენი ერი ყოველთვის იყო კულტურული. ნუ აი ვთქვათ აი რუსთაველის ჰაგიოგრაფიას რო არ შევეხოთ, რუსთაველის ვეფხისტყაოსანის რო ვთქვათ, ეს საოცარი ცხოვრების წესია, სიყვარული გზად და ხიდად. და რუსთაველი აერთიანებს აგერ არაბეთიდან ინდოეთამდე სამყაროს, ანუ იმდროინდელ მთელი სამყარო გააერთიანა. აი მაგალითად ეხლა ჩვენთან კვირას უნდა მოვნათლოთ ირანელი ბიჭი, რომელიც საოცარი კაცია. და საოცარ ინტერესს ავლენს. და საოცრად შეიყვარა ჩვენი რწმენა. ეს ეხა ქართველია, მე მათზე არ მაქვს საუბარი. არა. ანუ არ გეგონოთ რომ ხო ხდებით რაღაცა და რუსთაველის პერიოდში მამაო რაოდენობით საქართველოს ძალიან დიდი იყო და ეხა 2 მილიონი ნახევარი ვართ მარტო. ხო ხდებით მამაო ეხა ბევრი რო ვიყოთ ეხა ეს რო იყოს სიტყვაზე რაღაც 150 მილიონიანი ბევრში არ არის. სიძლიერე ბევრში არ არის. სიძლიერე არის შინაგან სამყაროში და აი შენ არც ახლა არა ვართ ცოტა მაგალითად კონსტანტინე გამსახურდია როგორ ამბობს სულ ჩვენ სიმცირეს მივტიროდითო მაგრამ დიდი ადამიანები რო გამოგვერევაო ისევ კორტნითო როგორც დაკოდილ-ძერას ყვავებიო და ჩვენ პატარა ერი თუ ვართ რაოდენობრივად ეს არავის ბრალი არა ეს არის ჩვენი ბრალი შევიყვარ მოვიძულეთ ღმერთი და შევიყვარეთ ამ ქვეყნიური შვება-სიამე და ყველა ადამიანი როგორც ჭაბუა ამბობს გავართ საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელიც მოვალეობაცა ჭამასმა გამრავლება მეტი არაფერი.
აი ესე არ შეიძლება ჩვენ კულტურული ერი ვიყავით დიდგანვე. ჩვენ ეხლაც კულტურას უნდა ვატაროთ და ჩვენ ხვდებით რომ გამოსავალი ამაშია. მაგრამ ჩვენ უნდა მოვერიოთ რაღაცა აი ჩვენ ცუდ თვისებებს. ჩვენ ძალიან მიყვარს ანუ მამო ცუდად კი არ გამიგოთ. არა. ეგენიც იყვნენ. არა მე სწორედ მაგის თქმა მინდა ეხლა რასაც შენ ამბობ რომ ესე იგი მოყვასი ვინ არის და ქრისტე გვასწავლის ყველას სიყვარულს. პეტრე მოციქული ამბობს თუ შენ ყველა გეყარებაო და სიკეთეს გაუკეთებო შენო ბოროტებას არავინ არ გაგიკეთებსო. და თუ ღმერთმა მაინც დაუშვაო შენს თავზე ბოროტებაო ეს ნიშნავს რომ შენ რაღაცა თვითონ ღმერთისგან მოგელისო სიკეთის მოსაგებელი მაგრამ ზოგადად ესეა რომ თუ შენ ესე იგი ყველა სიკეთე გაუკეთე ბოროტებას არავინ არ გაგიკეთებს დაგიფარავს ღმერთი და დაგიცავს ამიტომ ამბობს უფალი რომ თუ შენ მარტო ის გეყვარება ვისაც შენ უყვარ ხარ თუ შენ სიკეთეს მარტო იმას გაუკეთებ ვინც შენ სიკეთეს გიკეთებს ასე იქცევა წარმართებიცო ხო თქვენ უნდა შეიყვაროთო თქვენი მტერიო და ესე იგი მოყვასათ უნდა აგიქვათ ის და ეს ქართველებს გვესმის შინაგანად გვესმის და მაგალითად ნოდარ დუმბაძე ესეთ რამეს ამბობს ადამიანიო ну არ არის საუბარი ქართველია პაკისტანელია იაპონელია ჩინელია თუ ფრანგია თუ ვინ არის არ აქვს მნიშვნელობა ნოდარ დუმბაძე ამბობს ადამიანიო ქანდაკებას გავსო ხო ირგვლივ უნდა შემოუარო და რომელი მხრიდანაც კარგად იმზირებო იმ მხრიდან უნდა უმზიროო მასო და ნუ მზერა ესე იგი მზე ახსენა ამაში და ესე იგი მზერა იმას ნიშნავს რომ შენგანაც რომ ზიანათებს და იმისგანაც რომ ზიანათებს არ არსებობს ადამიანი რომ რაღაც აი რომ 0.1% მაინც არ კონდეს სიკეთე აი არ არსებობს უბრალოდ ყველაში არის კიდურესაც შეიძლება უსაზრდო არ არსებობს კიდე ისეთი კარგი ადამიანი რომელსაც აი 0.1% მაინც არ კონდეს ნაკლი და შენ თუ იმ ნაკლის მიხედვით შედი იმ ადამიანთან კონტაქტში მოგძულდება რა თქმა უნდა მაგრამ თუ შენ იმ ადამიანს რომელსაც 0.1% აქვს სიკეთე აი კარგი მხრიდან უყურებ ის შეგიყვარდება შენ დაუნებურად ამიტომ აი ხედვა ქრისტიანული ხედვა უნდა ჰქონდეს ადამიანს საუბარი არ არის იმაზე რომ შენ თავი უნდა დაიცვა ვიღაცის ცუდი თვისებებისაგან მაგალითად ადამიანს აქვს რაღაცა ცუდი თვისება შენ თავი უნდა დაიცვა მისი ცუდი თვისებისგან არ უნდა მისცე მას манипуляციის თაღლითობის საშუალება მაგრამ მისი სიკეთეც უნდა იცოდე და ახლა წარმოიდგინეთ ის ადამიანი რომელიც აშკარად манипуляტორია ან უკეთურია და რაღაცა ესე იგი მაქინაციები უყარს და ასე შემდგომ და უთხრის ადამიანებს ორმოებს ახლა იმის პიროვნებაში შედი და აბა წარმოიდგინე იმის თვალით დაინახე რომ მე ვიცი რასაც ვაკეთებ მე ვიცი რომ თაღლითი ვარ და წარმოიდგინეთ მე თაღლითი უყვარვა რა ამ ადამიანს უყვარვა რანაირად როგორ რანაირად და როგორ და იმით რომ ის ჩემში ხედავს რაღაცა სიკეთეს ხო შანსს მაძლევს თან ხო იცეთ რა ერთმანეთს და მართლაც ესე აი ესე იგი ამ კუთხით თუ შევხედავთ ჩვენ მართლა შეგვიყვარდება მაგრამ თუ აი ვთქვათ ავიღოთ ბრწყინვალე ადამიანი ნებისმიერი ბრწყინვალე ადამიანი ჩვენ ზერში ვინც არის ან ერთს გარეთ ვინც არის ავიღოთ და დავაკვირდეთ მას აუცილებლად ექნება რაღაცა ჭრილოვანი მხარე რაღაცა სისუსტე ექნება შენ თუ იმ სისუსტეს აუცილებლად მოგძულდება იმიტომ რომ ჩათვლი რომ ეს კაცი ბოროტია კაცო ნახე რა თქვა ნახე რა წარმოიდგინა ნახე მე რომ ესე იგი შეურაცხყოფა მივაყენე მივაფურთხე ყველაფერი გაუგე ნახე ისე იგი არ გაუხარდა და ისე გამომხედა რა ხო მაგალითად გამომხედა ნახე რა ცუდი ადამიანია და ასე შემდეგ და ამ დროს ირევა ქვეყანა და მე რასაც ვაკვირდები ახლა მე იმ ქაოსში გავიზარდე რომელი ქაოსიც ჩვენ ქვეყანაში ჩემი აზრით ხელოვნურად არის შექმნილი ჩემი ბავშვობიდან ამას უყურებ მე და ვიღაცა ასე ვთქვათ რეჟისორი უფრო ფიქრობს საზღვარგარეთიდან ცდილობს რომ ჩვენში არიოს სიტუაცია რომ ჩვენ ერთმანეთი აი მაგალითად ხო არის ტელევიზიები
მათი გადაცემა შეიძლება იწყებოდეს იმით, რომ ემოციები დუღს, გადადუღს, რომ ჩვენ რამენერად ერთმანეთს დაუპირისპირდეთ. ერთმანეთის მაგალითად ნაკლი დავინახოთ. და ზიზღი, აი სამაგალითოდ ვიტყვი, საოცარი ნაგავსაყრელზე გურიაში ზღვისპირას საოცარი დენდროლოგიური პარკია შექმნილი, ხომ? ეს შექმნა კონკრეტულმა ჩვენ ერის შვილმა შექმნა ეს, მაგრამ ეს ჩვენ ყველას გვახსოვს ამ ხეების გადანერგვა, გადმონერგვას რა სიუჟეტები მოდიოდა და არ შეიძლება ესე სიკეთე რო კეთდება, უნდა დაარქვა იმას სიკეთი, მტერი რომ იყოს ის შენი, ესე იგი, ნუ აი ვაჟებშაველა რატო ამ სოფლიო დონე, იმიტომ რომ ის მტრის სიყვარულს გასწავლის. ესე იგი, მტერი შეიძლება თვითონ თავისი ქცევიდან გამომდინარე საყვარელი არ იყოს, მაგრამ იმას კონდეს, იმას გარდა ამისა, კარგი თვისებებიც აქვს, მაგრამ შენი ღირსების საკითხია. აი, ქართველი იყო ყოველთვის ის, რომელიც არ იკადრებდა იმას, რაც საკადრებელი არ იყო და მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა. და სხვათა შორის ეხლაც მე ძალიან მინდა ეხლა ეს მოვყვე ბატონმა ბიზინა გუჯაბიძემ მომიყვა ეს ჩვენმა ალპინისტმა და აი ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა თავისი საქმის და კარგმა ადამიანმა. და ესეთ რამეს მიყვება. მიდიან რაღაცა წვერვალისკენ. ძალიან რთული მწვერვალისკენ ემზადებოდნენ 5-6 თვის მანძილზე, რომ აეღოთ ეს მწვერვალი. ეს როგორ ფორმაში უნდა იყოს, რომ ახვიდე. მაგრამ თურმე ასვლაზე უფრო რთული ჩამოსვლაა და ეხლა რო ახვიდე და ვეღარ ჩამოხვიდე, რად გინდა. ამიტომ 5-6 თვე გადიხარ სპეციალურ მომზადებას. და მერე მიდიან. ეს 4 ქართველი მიდის. მიდის ეს 4 ქართველი და უცებ გზაზე სადღაც ზევით ინფორმაცია მიიღეს, რომ ვიღაცა უცხოელმა ტრამვა მიიღო, ხერხემლის ტრამვა და ვერ დადის თვითონ. და ეს ნიშნავს, ეს სიკვდილს ნიშნავს. ეს სიკვდილს ნიშნავს. და ეხლა ესე იგი, ნახეთ როგორი სიტუაცია, ესენი ემზადებიან ნახევარი წელია, რომ იქ ავიდნენ. სპონსორს დაფინანსებული ყავს, პასუხისმგებლები არიან, რომ ისინი იმას აიღებენ მწვერვალს და დიდებას მოგვიტანენ და რაღაცა და აქეთ ადამიანია, რომელსაც, ნუ აი ეხლა მინახია ეს ისტორიები, როგორც წესი ტოვებენ და საშინელება ხდება. ნუ მისიას ასრულებს. როდესაც ძალიან ზევით არის. და კვდება ეს ადამიანი. და ეხლა არც გვიფიქრიაო, გადაუხვიეთო პირდაპირ ამათკენ და ვიცოდით სადაც იყვნენო. ესე იგი, უკან მომავლებმა გვითხრეს სადაც არიან და ჩვენ 4-ვე წავედით იქეთა. და ეხლა წარმოიდგინეთ, ეს პარალიზებული ადამიანი წევს და მასთან ერთად არიან კიდევ 2, რომლებიც ვერ ჩამოიყვანენ ამ ერთს. ხო და შენ რო ჩამოიყვანო შენი თავი, ესეც დიდი გამარჯვება იყო, არა თუ კიდევ ვინმე რო ჩამოგიყვანაო და ნახეთ, აი ეს მინდა გაუსვათ ამას. წედელი ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს რას ეუბნებიან ამას თორმე იცით, ეს მიწაზე როგორ პარალიზებულ ადამიანს. ნუ გეშინიო, ქართველები მოდიანო, ეგენიო აქ არ დაგტოვებენო. და გული კი ნაღამ გამიჩერდა, რომ დღეს ქართველებს, აი იმ ალპინისტებში ესეთი სახელი გვაქვს, რომ ნუ გეშინია, ქართველები მოდიანო და ეგენი აქ არ დაგტოვებენო. და მართლაც ამგერმა ჩამოიყვანეს. აი ეს ჩემი აი მე მაგალითად ეს რომ მომიყვა მეცნიერები მომადგა. იმიტომ რომ აი ეს არის მოყვაცის სიყვარული. იმ ალპინის ესენი არ იცნობდნენ. ადამიანი იყო. არც ქართველი არ ყოფილა. ვინ იყო ამასაც მნიშვნელობა არ ჰქონდა. ქართველისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მაინც რუსთაველის ერი ვართ. და ჩვენ მაინც ადამიანს ვეძახით ადამიანის შთამომავალს და ჩვენთვის არ არის ურიაება, არ არის ელინობა, არ არის ბარბაროსობა, ჩვენთვის ყველაფერი ერთია. აი რაღაცა ქრისტეს თვალით ვიყურებით. ოღონდ ვიღაცის არეულზე არ უნდა ავირიოთ. ჩვენ ძალიან დიდი ღირსებები გვაქვს. ძალიან დიდი ღირსებები. სიბრძნე და ყველამ თავისი თავი უნდა დახვეწოს. უნდა დახვეწოს. და დანახო მამაო რა. ეხლა თქვენ რასაც ახსენებთ. თორე მე თუ ჩემ თვისებებს გასაქანი მივეცი და არ დავხვეწე ჩემი თავი. შენ თვისებებს მიეცი გასაქანი და არ დახვეწე შენი თავი და ასე მილიონმა ადამიანმა თუ არ დახვეწა თავისი თავი და თავის ცუდ თვისებებს, სურვილებს გასაქანი მისცა, იქ ის ერი დაიღუპება, მაგრამ მე
ჩვენიერი არ დაიღუპება. ვიღაცის რეჟისურა და სცენარი არის რომ დავიღუპოთ ალბათ და ეშმაკის რა თქმა უნდა სამართავი გავხდეთ და ვიღაცები ფიქრობენ ბუშიო ან ვიღაცა ეშმაკის ისა პირდაპირ ჩვენიერი დაიღუპება. რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ყველანი უკეთურება იქეთ მიდის მაგრამ ჩვენ მაინც აი ისერი ვართ რომ ნუ გეშინიათო ქართველები მოდიანო და ისინი შენ აქ არ დაგტოვებენო და ამათმა გადაარჩინეს ის ადამიანი მწვერვალი ვეღარ აიღეს და ჩამოვიდნენ ასე ვთქვათ დამარცხებულები მწვერვალთან მიმართებაში მაგრამ გამარჯვებულები ესე იგი და მე მაშინ აღვფრთოვანდი და მე ვთქარ ეს რამხელა საქმეა რომ ქართველს ასეთი ავტორიტეტი შეზძინეთ კიდევ თქვენ მაგრამ სანამ ეს თაობა იქნებოდა ალპინი მანამდე ხო იყვნენ სხვები მანამდე კიდე ხო სხვები მანამდე კიდე სხვები ესე იგი ეს ყველაფერი ამათმა შექმნეს და ღმერთმა დაალოცოს რომ ჩვენ მართლა დაუხვეწოთ ჩვენი თავი ყველანაირი ჩვენი ცუდი თვისება მოვიშოროთ და რაღაცა საოცრებები დაგვრჩება საოცარი თვისება რომლიდან გამომდინარეც ჩვენ ყველას სიყვარული შეგვიძლია, აი ნებისმიერი ადამიანის სიყვარული შეგვიძლია. აი თითქოს წარმოუდგენლად შეგვიძლია ფრანგი გვიყვარდეს სპარსი, გვიყვარდეს თურქი, გვიყვარდეს რუსი, გვიყვარდეს ამერიკელი, გვიყვარდეს იაპონელი, ჩინელი და მე მაგალითად გარჩევა არ მაქვს სხვა ადამიანში, იმიტომ რომ აი ნახეთ მამაო, ჩვენ უნდა გვიყვარდეს, ეხ თქვენ რო თქვით რომ მოყვასი გიყვარდეს, ანუ რა იცით რომ ჩვენიანებს ერთმანეთი არ გვიყვარს მიხვდით. აი პრობლემა ეგ არის, რომ შეიძლება ვიღაც უცხოელ ბიზნესმენს უფრო კარგად მოექცე, ვიდრე ქართველს და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. აი მინდა რომ ესეთები ვიყოთ რომ ჩემი ყველაზე გაჭირებული ადამიანი მირჩევნია შენ ნებისმიერ ოლიგარქს ხო ხდებით აი ეს მინდა ხო ხდებით მე კი აღარ წავა ის ქართველი უცხოეთში სამუშაოთან სადმე რო ეცოდინება რომ აქ უყვართ უფრო მეტი სიმდიდრე ექნება ხო ხდებით და ადამიანმა რო იცის რომ არ უყვართ ის უფულოთ უიმოთ უამოთ მიდის მიხვდით მამაო პრობლემა ეს არის და აღარ იხედება აქეთკენ და ამბობენ მამაო რომ ჩავდივარ უცხოეთში საქართველოს ცუდად მომექცაო და ვერ გაამტყუნებს ზოგს ადამიანური გაგებით ბჭყალებში ხო ხდებით ამ იმაზე გამახსენა მამაო ერთ რაღაცას ვიტყვი ბოდიში რაღაცა გადაცემის ბოლო არის ჩამოვიდა აფხაზეთიდან კაცი აი თქვენ რაც თქვით ესე ჟიური შარტავა სახელი და გვარი ეწერა შიგნით რა იცი სანდეი და აქედან მოვიკითხავ მის დას აი პატრიარქის ექიმს არაჩვეულებრივ ადამიანს და ამ დიდ ადამიანს მამაო წარმოგიდგენთ მე არ ვიციო ვინ არისო მაგრამ ესო საწამებლად გამოიყვანესო მისი ერი მაინტერესებდა ისე ღირსეულად იქცეოდაო მამაო და სახელი და გვარი ეწერა ჟიური შარტავაში ჩავიწერეო რომ ჩამოსულიყავიო რომ თქვენ საპატრიარქოში მოვიდა პატრიარქს შეახო და ჩავიწერეო ხო იცით ეგ ისტორია წარმოიდგინეთ მო კაც აწამებდნენ როგორ შეიძლებოდა რომ ყველანაირად ცუდად მოქცეულიყო უკვე თან ტერი დაგადგა ხო და როგორ ღირსეულად მოიქცა რომ კაცი აღარ მოხ ჩეჩენი თუ რაღაცა იყო აღარ ჩაიწერა რომ მინდოდაო რომ ის არა ეს კადრი გახსოვთ თქვენ ალბათ ხო რომ ეუბნებიან რომ დაიჩოქეო და ნიკაგდა ჟიზნი და ეს ისეთი სიტყვებია მე გული მიჩერდება და რომ უყურებ ჯერ გული მიჩერდება ერეცრემლა ჟიულისთან ერთად მე მგონი 26 ადამიანმა არ მიატოვა ის და ის იქ იყვნენ და ყველა მათგანი ესე გმირებად დაიღუპნენ და რამდენ ზოგადად ეს სამწუხარო ომი იყო რომელიც არ უნდა ყოფილიყო მაგრამ აი როგორი ძლიერი ადამიანები დაგვეღუპიან ჩვენ ზოგადად ომში იღუპებიან ჩვენი მხრიდან სხვისი მხრიდან ძლიერი პიროვნებები, გმირი ტიპები და არა ვთქვათ ესე იგი რაღაცა ისეთი ძალიან თაღლითი ტიპები. გამორჩეული ადამიანები. მართლა და მადლობა. მამო, იმასთან დაკავშირებით მე ხარ არანაირ წინააღმდეგობა და ის არ მოხ პირიქით ძალიან მეყავს. ბევრი მეგობარი მყავს, ბევრი ნათლული მყავს იქ. რა ვიცი, ყველა ერის ჩვენ თუ ჩვენ საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენთ, დავხვეწავთ ჩვენს თავს და წარმოვაჩენთ ჩვენ საუკეთესო თვისებებს, ნოდარდუმბაძე ამბობს ქართველსო ისეთი თვისებები აქვს, რომ მას შეუძლიაო მთელი მსოფლიო ყინული დაადნოსო და დაახლოებით ეს არის და მართლაც ეს არის ჩვენ გვაქვს ეს უნარი სიყვარულის ეს უმაღლესი უნარი პატრიარქი ხომობს რომ ერთმა ქართველ ერსო სიყვარულის ნიჭი მოგცაო და ეს ნიჭი გვაქვს ჩვენ და ეს ამას გასახანი უნდა მივცეთ პირველ რიგში ჩვენ თავზე და მე სხვებზეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა საწუხარო დრო დასრულდა და ბედნიერებას უღრმესი მადლობა მამა ხართ ამ ქვეყნა და ბედნიერება ყველას დიდი მადლობა აბსოლუტურად აი ყველას მოგიკითხავ მთელი გული დასული და
აი აუცილებლად აი საჯელასულების დეპარტამენტს ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა რომ ეს ადამიანებზე ზრუნავთ პატიმრებზე და იმაზე თქვენ ხელში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება არის და მადლობა იმისათვის რომ აი ძალიან მაგრები ხართ ეხლა და აი ჩემგან დიდი შექება და სიკეთე გქონოდეთ სულ აი ის ადამიანები ვინც ნებისმიერ პატიმარს კარგად ეკცევით ჩემგან აი დიდი პატივისცემა და ყოველთვის მოგიხსენიებთ ხოლმე, იმიტომ რომ ხართ ძალიან მაგარი ხალხი, ვისთვისაც პატიმარი არის დაფასებული და ფასეული, ისინი არიან ჩემთვის ნომერ პირველი ხალხი და მადლობა მთელ იუსტიციის სამინისტროს მინისტრს და ყველას, აი აქედან ეს აი ყველაფერი კარგი უნდა დაინახოთ, რაც ხდება და მადლობა თქვენ რა გაიხარით და გეხვეწებით, გაუფრთხილდით ყველა იმ ადამიანს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანს უკან, ბევრი ოჯახის წევრი დგას და გაჭირებული ადამიანი დგას და ბევრისთვის დარდია, ბევრი ადამიანი და გაუფრთხილდით ერთმანეთს. კარგად ზანდებოდეთ დროებით, კვირას განმეორდება ეს გადაცემები, მე გემშვიდობებით სამშაბათს საღამოს 8:00-ს დაგვიმდები.